მათეს სახარება თავი პირველი. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და მისი ძმანი. იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისაგან. ფერეცმა შვა ხეცრონი, ხეცრონმა შვა რამი. რამმა შვა ამინადაბი, ამინადაბმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი. სალმონმა შვა ბოაზი რახავისაგან. ბოაზმა შვა ობედი რუთისაგან. ობედმა შვა იესე. იესემ შვა დავით მეფე. დავით მეფემ შვა სოლომონი, ურიას ძოლისაგან. სოლომონმა შვა რეჰობოამი. რეჰობოამმა შვა აბია. აბიამ შვა ასა. ასამ შვა იოშაფატი. იოშაფატმა შვა იორამი. იორამმა შვა ყუზია. ყუზიამ შვა იოთამი. იოთამმა შვა ახაზი. ახაზმა შვა ეზეკია. ეზეკიამ შვა მენაშე. მენაშემ შვა ამონი. ამონმა შვა იოშია. იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ. ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შელათიელი. შეალთიელმა შვა ზერუბაბელი. ზერუბაბელმა შვა აბიუდი. აბიუდმა შვა ელიაკიმი. ელიაკიამმა შვა აზორი. აზორმა შვა ცადოკი. ცადოკმა შვა იახინი. იახინმა შვა ელიუდი. ელიუდმა შვა ელიაზარი. ელიაზარმა შვა მათანი. მათანმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც ქვია ქრისტე. ამრიგად მთელი მოდგმა აბრაამიდან დავითამდე 14 მოდგმა. დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე 14 მოდგმა. ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე 14 მოდგმა. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა. მისი დედის მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღდებოდნენ, იგი აღმოჩნდა სულიწმიდისაგან დაორსულებული. ხოლო იოსები მისი ქმარი, მართალი იყო და არ ისურვა მისი მხილება, უნდა ფარულად გაეშვა იგი. როცა ამას ფიქრობდა, აჰა ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: იოსებ ძეო დავითისა, ნუ გაშინებ შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: აჰა, მუცლად იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა და მიიღო თავისი ცოლი. არ გაკარებია მას, ვიდრე არ აშვა თავისი ძე და დაარქვა მას იესო.